მოგესალმებით ყველას. როგორ ხართ? უკაცრავად ხმა წამერთვა. სათაურში ალბათ ნახავდით, რომ მეცხრეცის სალოსი ლურჯ თვალება მზევინ არის დედა ქალი. საიდან წარმოიშვა სიტყვა სალოსი? განვიხილოთ ახლა ყველა მესამე თვალ გახსნილ ადამიანს ვესაუბრები. დავიწყოთ იქიდან, რომ ფილოსოფიური ქვა არის საკრალური დატვირთვის და ეს ასევე გამოყენებული არის ჩვენს ჯადოქრულ ფილმში ჰარი პოტერი. ქალბატონი ნინო ხარაძესთან საუბრის შემდეგ ჩვენ გავარკვიეთ თუ საიდან წარმოიშვა სიტყვა სალოსი. თქვენ იცით, რომ სიტყვების და კოდების აღმოჩენა ხდება, როდესაც განიხილავს ადამიანი ქართული ანბანის მიხედვით ქართულ ენაში ჩამალულ კოდებს და რიცხვებს. მოდი ახლა დავიწყოთ თუ როგორ მივედით სიტყვა სალოსთან და საიდან მივხვდით, რომ ეს არის გენიოსის წარმომადგენლობა და გენიოსი რას ნიშნავს საერთოდ და ასე შემდეგ. და მოდი ესე დავიწყოთ, ესე იგი განხილვა ფილოსოფიური ქვა რას ნიშნავს. თქვენ აქ ძალიან კარგად ხედავთ, ფი არის მოქცეული რგოლში, ჩამოდის და if-ს იძახის. ლოსო, ესე იგი, რომ გადავანაცვლოთ და წავიკითხოთ მარჯვნიდან მარცხნივ, რამე თუ ამოტრიალებული აქვთ ყველაფერი ჯადოქრებს, ესე რომ ვთქვათ, უნდა მოვატრიალოთ ისევ ეს ყველაფერი მეგობრებო და ჩვენ მივადექით სიტყვა ოსოლს, რომ ოსოლური. ეხლა ნახეთ, ოსოლური რომ გადავიყვანოთ თვითონ ეს ოსოლი და ოსო წარმოქმნის თვითონ მთავარ ფუძეს ოს, ანუ ოსო. და ლი ემატება, ლი არის უკაცრავად რა ხდება, აი მიშლიან, არ მალაპარაკებენ თქვენთან, მაგრამ არა უშავს, ვერ წაგვიშლიან. ჩვენ ვწერთ ოსოლი თვითონ მომდინარეობს შეტრიალებულ ფილოსოფიასგან და ოსოლი რომ განვიხილოთ და გავშალოთ წარმოქმნის თვითონ ოსოლასი წარმოქმნის შემდეგ ასეთ სიტყვას და ოსოლასიც რომ შემოვატრიალოთ პირდაპირ ქმნის სიტყვა სალოს. ესე იგი სალოსობა მეგობრებო მომდინარეობს ისევ და ისევ იმ აზროვნებიდან გამომდინარე, რომელიც ყველას არ ესმის, მაგრამ ის არსებულია და ის თავის თავში მოიცავს ღმერთს, ასევე ფილოსოფიას, ასევე სოფიას, ასევე სოფიურს და ასე შემდეგ მეგობრებო და იცით თქვენ ახლა ეს ყველა მიმდინარეობა, სოფია არის უმაღლესი ცნობიერება, სოფიური არის თუ იცით თქვენ სოფიები რო დაიწყებენ ხოლმე ბზრიალს და აღარ ჩერდებიან, ესენი არიან დერვიშები და მოდი ახლა ჩამოვიდეთ, რომ ეს ოსო თვითონ ოსო რო გეუბნება სამკუთხედი, ხო? სამკუთხედის შექმნა ეს ქალბატონი მარის მიერ მაქვს მოწოდებული, რომ ყველა სიტყვაში არსებობს, ესე იგი ფუძე, რომელიც ქმნის სამკუთხედს. ქალბატონმა მარიმ ძალიან კარგად ჩამოაყალიბა რა სამკუთხედები იქმნება ჩვენ ქართულ ენაში, მაგალითად დედაც სამკუთხედს ქმნის, აქ არის მთავარი სამკუთხედი დედ და შემდეგ ემატება ა. ასევე მამაც, მამ არის მთავარი სამკუთხედი და შემდეგ ემატება ა.
ო სოლეო ღმერთის სახელია, სოლე იტალიურად მზეა, ხო, ნინო, ეგრე არის, ნამდვილად და როდესაც ადამიანი სალოსობს, ესე იგი ჩვენ სინათლეს გვაწვდის და ეს არის მეგობრებო, ეხლა აქ ფურცელზე რაც წერია, ეს არის მე ვარ გიჟი ქრისტე ღმერთის, ხო? აი მაგალითად შეგვიძლია ჩავსვათ ქრისტე ღმერთი, მე ვარ ქრისტე ღმერთის გიჟი, თქვათ გადმოვიტანოთ წინ გიჟის წინ დავსვათ, აქ გიჟი რომ შევატრიალოთ, ჟიგსთან მიგვიყვანს და ჟიგ კიდე არის უკავშირდება ჯიგს და ჯიგ კიდე იცით რაც არის, ჯიგარს უწოდებთ, რასაც უწოდებთ და ჯიგარი ვარ რა. ქრისტე ღმერთის ჯიგარი ვარ. ნუ ყოველ შემთხვევაში თვითონ ამ აღმოჩენამ მიგვიყვანა და ამ სიტყვამ კოდმა გიჟმა მიგვიყვანა ჯიგართან. ეხლა ჯიგარიც საინტერესო კოდია, სალოსიც საინტერესო კოდია, ოსიც საინტერესო კოდია, გენი ოსიც საინტერესოა და ფილოსოფიაც საინტერესოა და ქვაკუთხედი რომელიც დაიწუნეს თავში მოექცა. ეხლა აქ ბლოკთან მქონდა ჩვენ საკითხი, მეგობრებო. ბლოკი არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც გვიხსნის, ესე იგი, რას ნახეთ? ბლოკ თვითონ ნიშნავს დაბლოკილი ვარო და რომ შემოატრიალოთ ეს არის კოლბი. კოლბი გამოდის და თუ კოლბი გამოდის, ესე იგი გამოდის რომ რაღაცას კოლბში მოთავსება სურთ ან აქვთ მოთავსებული ვიღაცეებს, ახლა რისი, ხო? თუ ჩვენ ამას გავშიფრავთ კიდევ უფრო ვრცლად, კოლბი არის რაღაც კავშირზე ყოფნა და კავშირზე ყოფნა კიდე იცით რომ SOS არის იმის მიმანიშნებელი რომ მე ვარ კავშირზე, დამიკავშირდით. SOS სულ ამას გაიძახიან ძირითადად რო გადასცემენ რაციაში, პიროვნებები ვისაც რაცია უჭირავს ხელში გადასცემს SOS და თქვენ იცით რომ SOS უკავშირდება ისევ და ისევ იმ კოდს რომელმაც მიგვიყვანა ჩვენ ნარიმანის კართან და იქ გამოჩნდა რომ თუ გახსოვთ ჩემი ჩანაწერი ლაივი ნარიმანის კართან SOS SOS რო ვიძახდი და მოგებულია თამაში თქო. ხო და მეგობრებო, ანუ კავშირზე ვიყავით რა, კოლბიდან გამოვედით, კოლბიდან გამოსვლა ნიშნავს რომ ესე იგი ბლოკი მოგვეხსნა, ბლოკი რომ მოგვეხსნა, ესე იგი ჩვენ კავშირზე გავედით, კავშირზე გასვლის დროს კიდე ამბობ ESO OSO და ასე შემდეგ SOS-თან მივდივართ და SOS კიდე არის, იცით რომ სიგნალია, SOS არის სიგნალი, ბოლო ზარები რეკავენ, როდესაც უკვე იქცევა ყველაფერი და უნდა გახვიდეთ საიდანღაც საშიშროების ადგილიდან. მოგრეთ ეს ყველაფერი მესხრეც ლურჯ-თვალება მზევინ არის დედაქალთან მივიდა. ასე რომ გილოცავთ, მე-9 ცაზე ვართ ასული და მე-8 ციდან გადავედით, მე-8 დღეში მე-9 ცაზე ავედით. მეგობრებო, ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა. ასე რომ გისურვებთ ბედნიერებას, გაკოცეთ და თქვენი არგუმენტების დაწერეთ. ჩვენ ვართ მზის სხივში უკვე შესული, ჩვენ ვართ 9 თვალა მზეში, გიხაროდენ, ჩვენ მივახციეთ იმას, რომ მზე თინათინობდა, მზე როგორ არის, მზე თინათინობდაო, თინათინ მზეს იწუნებდა, მაგრამ მზე თინათინობდაო, აი, ამ ფრაზაში ჩავწვდით ახლა ჩვენ მეგობრებო, ვეფხის ტყავსანი არის დიდი კოდური, დიდი წიგნი, რომელშიც არის მთლიანი ინფორმაცია მოთავსებული, სადაც არის ასევე ჩატვირთული მოყმეს ხატაეთისა და ხატაეთის ამბავი, იცით თქვენ რომ ხატა არის თვითონ საკნიდან გამოვედით, ჩვენ ვიყავით ხატაეთში, მაგრამ ხატაეთიდან დავბრუნდით ისევ მზევინარში. მზევინარი კიდე მეგობრებო, იცით 9 თვალა მზე თინათინია, მზე თინათინობდა და ჩვენ მივედით თინათინთან, ეს არის ცნობიერება, რომელიც ანათებს, ნათობთან მივედით. ხო და თინათინი ავალებს ავთანდილს, რომ უნდა წავიდეს ნესტან დარიჯანი იხსნას, ხატაეთი ქაჯთა ციხიდან და ქაჯთან მივედით და ქაჯი დავწეროთ აბა სიტყვა ქაჯი ჯიქათში ჩავედით. ჯიქში
ჯიქი კიდე იცით მეგობრებო, არის ჯიქი არის, ესე იგი თუ იცით თქვენ ქართული ზღაპარი ლამარიას ყავდა ესე იგი ვერძი, იგივე ჯიქი, რომლითაც ანგრევინებს დევის კედელს. იცით რომ თქვენ ლამარია არის, რომელსაც არეშინია დევის, დევი ამოუკეტავს წყაროს ხალხს ან სოფელს აღარ აწვდის წყაროს, იმიტომ რომ ლამარიას დაქორწინება სურს, ლამარიას არ სურს დევზე დაქორწინება, დევი ამოუკეტავს მერე იმ წყაროს, რომელთაც სოფელი საზრდოობს და ლამარია ეტყვის, ლამარია იცით რომ მარიამი არის, რა ქვია, სვანეთში ლამარია არის მარიამად მოხსენიებული, ანუ ღვთისმშობელი მარიამი. ლამარია მივა და შენ ეგრე არ გინდაო დევს ეტყვის, ეგრევე გააქანებს ამ თავის ჯიქს, დაანგრევინებს ამ კედელს და კედლიდან ისევ წამოვა წყალი და წაიღებს ამ დევსაც და თავის კლდესაც, ამოშენებულ კედელსაც და თქვენ იცით რომ ვერძი მეგობრებო, ჩვენ ვართ ეხლა გადავიდა ვენერა, გადავიდა ვენერა შევიდა ვერძის ზოდიაქოში, ზუსტად აი ამ დღეებში, ამ რამდენიმე დღის წინ და ვენერა არის ასევე სიყვარულის სიმბოლო პლანეტა, ვენერა ასევე არის ლუციფერთან ასოცირდება, ვენერა არის ასევე სინათლის პლანეტა, აღმომავალი ცის ვარსკვლავია, ასევე იცით რომ ვენერა არის როგორ გითხრათ, დედრი წარმომადგენელი პლანეტებში, სიყვარულის, სილამაზის და ცოდნის მშვენიერების პლანეტა, ცოდნის არა მშვენიერების პლანეტა და ჩვენ ვიცით რომ როდესაც შედის ესე იგი ვენერა ვერძში, აქ უკვე პირდაპირ კავშირი ებმება იმასთან რომ ვენერა იწყებს თავის გამოცშენას. ვერძი არის პირველი ზოდიაქოს ნიშანი, ვერძი არის ასევე მეს ნიშანი, ვერძს არეშინია რომ თავისი მე წარადგინოს, თავისი თავი წარადგინოს, სრულიად ყველა ზოდიაქოს წინაშე, ასე რომ სიყვარულს აღარ ეშინია, სიყვარული უკვე თავის თავს გვაჩვენებს, სიყვარული მჟღავნდება ამ პერიოდში და გილოცავთ მეგობრებო, ჩვენ მივახციეთ იმას, რომ მივედით ცისკრის ვარსკვლავთან, მივედით ვენერასთან, მოვიპოვეთ სიყვარული, მოვიპოვეთ სინათლე, წავალეკინეთ დევის აშენებული კლდე, რომელთაც გვიხშობდა წყარო არის აი ეს ყველა ენა, რაშიც ჩვენ ეხლა ვერ ყვევით და რომელსაც გვიბლოკავდა, ანუ ისევ და ისევ მივედით იმ ქვაკუთხედთან, რომლითაც დავიწყეთ. ქვაკუთხედი არის ესე იგი ეს ფილოსოფიური ქვა, რომელიც ისევ და ისევ ჰარი პოტერში ჩაგვიდეს კოდად და მოკლედ ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში და გისურვებთ ბედნიერ დღეს, სიყვარულის დრო დაიწყო. მინდა გითხრათ რომ ჩემი ვერძი წარმოადგენს, ესე იგი ჩემს ნატალურ რუკაში ვერძში მყავს დავითის ვარსკვლავი, დავითის ვარსკვლავი არის მდედრი და მამრი ენერგიების გაერთიანება, ჩემს ვერძში მოთავსებულია მდედრი და მამრი ენერგიების სინქრონიზაცია, ასევე ჰარმონიზაცია და გილოცავთ ეს ყველაფერი აწი გამოაჩენს თავის სახეს. მზევინარის დედაქალი, მეცხრეციდან სალოსი, ლურჯთვალება მზევინარის დედაქალი. ასე დავირქვი მე. ასე მქვია როგორც ჩანს. ასე რომ გილოცავთ და ბედნიერ დღეს გისურვებთ, კარგად ბრძანდებოდეთ. ისალოსეთ მეგობრებო, ვისაც ეს ქართული ამბანი გაგეხსნათ, თქვენ ხართ ქართველები, თქვენ ყველანი გენი ოსის წარმომადგენლები ხართ და კიდევ ხართ, ეხლა გეტყვით კიდევ გენიოსები და გონი ერები. გენიოსები და გონი ერები. კარგად იყავით.